დაიმბეგ დარელი, გრუმ მეტალის ფუძემდებელი, თრეშ მეტალისა და გიტარის ერთ-ერთი ღმერთთაგანი და ასევე სამწუხაროდ ტრაგიკულად დაღუპული ადამიანი. ეს იყო რაღაც სასაული. სხვადასხვა კარიერის დასაწყისში მკვეთრად მისდევდა thrash metals, მაგრამ მნიშვნელოვანი რაც არის 80-იანი წლებიდან უკვე დაიწყეს სტილის დამძიმება და მისი დამსახურებაა, რომ დღეს არსებობს grum metal-იც. ამის ნათელი მაგალითი გახლავთ სიმღერა Cowboy from Hell, აი აქ გავაეხლა ეს ამბავი. აბსოლუტურად ყველა მუსიკოსი აღნიშნავდა, რომ ამ გიტარისტს ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული ნოტების შეგრძნება, რასაც ეძახიან ხოლმე feelings. ნებისმიერ ტრეკში შეამჩნევთ, რომ ამ გიტარისტს ჰქონდა დრამატურგიულად გათვლილი და აბსოლუტურად ნიჭიერად და გენიალურად დავაგებული მუსიკალური განვითარება. ამ ბენდს და თვითონ გიტარისტს იმდენად დიდი ზეგავლენა ჰქონდა თავის გულშემატკივარზე, რომ საბოლოო ჯამში ტრაგიკულ შემთხვევამდეც კი მიიყვანა თვითონ დარელი. როგორც ყველას მოგეხსენებათ, იგი იყო პანტერას გიტარისტი, ხოლო პანტერას ვოკალისტი გახდა ფილ ანსელმო. ეს უკანასკნელი რაღაც პერიოდში გახდა დამოკიდებული ნარკოტიკულ საშუალებებზე, რამაც ფაქტობრივად მათი შემოქმედება რაღაც პერიოდით შეაჩერა. რა თქმა უნდა, შემოქმედების მოყვარულ დაიმბეგს ეს ამბავი არ მოეწონა და მოუწია პანტერას დატოვება. ამის შემდეგ ანსელმო აქტიურად აკრიტიკებდა დარელს. იგი ბენდის დაშლის მიზეზად მას ასახელებდა, რამაც მათ გულშემატკივარში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ დაიმბეგმა და მისმა ძმამ ვინი პოლმა გააკეთეს ცალკე ბენდი, რომელსაც დაარქვეს Damage Plan და ერთ-ერთ ლაივზე 2004 წლის 8 დეკემბერს სცენაზე ავარდა გულშემატკივარი, რომელმაც დაიმბეგს იარაღიდან ესროლა და სამწუხაროდ ადგილზე მოკლა. მკვლელი გახლდათ ნათან გეილი, რომელმაც დაიმბეგთან ერთად სხვა დანარჩენებსაც რამოდენიმე ადამიანს ესროლა იარაღიდან, თუმცა პოლიციამ მისი განეიტრალება მოახერხა. შემდეგ უკვე სასამართლოებზე, როდესაც განიხილებოდა ეს საკითხი და როდესაც კითხეს რა მიზეზით ესროლა მან დაიმბეგს, მკვლელმა დაასახელა ის, რომ პანტერას დაშლის მიზეზი იყო დაიმბეგ დარელიო. ფილ ანსელმომ ჩაწერა ვიდეო, სადაც ბოდიშს იხდის და ამ ვიდეოსაც გავუშვებ აქვე. რა თქმა უნდა, პირდაპირ დამნაშავედ იგი არასდროს არ მოიაზრებოდა, რადგან მას არაფერი დაუშავებია რეალურად. უბრალოდ მათი აზრი და კონკრეტულად ანსელმოს აზრი გარკვეული გულშემატკივრებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი გამოდგა, რომ აგერ სამწუხაროდ დაიმბეგის სიცოცხლეც კი შეიწირა ერთ-ერთი გულშემატკივრის ემოციურმა მდგომარეობამ.